მე ვარ მხატვარი, street artisti და ილუსტრატორი და დღეს ვარ ქართველ ხალხთან ერთად. ყოველდღე გამოვდივარ სხვადასხვა ნახატით და დღეს გამოვიტანა ერთ-ერთი ნახატი, რომელიც საახლოებით 3 დღის წინ მქონდა უკვე გამოტანილი და 2 წლის წინ არის შესრულებული ცოცხალი ოკუპაციის თემატიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია და საფუძველი ამ ყველა სიგიჟის, რაც გამოწვეული არის ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ოკუპირებული ადამიანი არის გამოხატული და მიზეზები ზუსტად იქ იწყება, რომ ტვინებია ჯერ ოკუპირებული, შემდეგ ტერიტორიები, რესურსები და ასე შემდეგ და დღემდე ცოცხალი ოკუპაცია არის. ვერ წარმომიდგენია ისეთი საქართველოს, სადაც ჩვენი ხმა არის გაჩუმებული იმ ადამიანების, ვისაც გულწრფელად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოებაც. სულ ეს დღეები სულ მინდოდა მადლობა მომეხადა პრესის წარმომადგენლებისთვის და მომეცა შანსი და ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ ყველაფერში და არ ვიცი, მე ბოლომდე აქ ვაპირებ ყოფნას და დარწმუნებული ვარ, აქ მყოფი ყველა ადამიანი, სანამ საბოლოოდ არ მივალთ გამარჯვებამდე. ისეთი ატმოსფეროა, რომ აი ყველა მხრიდან რაღაც ხალხი იყურება ფანჯრებიდან, რაღაც გვამხნევებენ, ყველა არის იმის მომხრე, რომ საქართველო გახდეს ევროპული ერთ-ერთი ქვეყანა. მართლა არ ვიცით, ვის შეიძლება და უნდოდეს, რომ ჩვენ ვიყოთ რუსეთის ან რაღაცა მსგავსი ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს. შინდელ კადრებში ვნახეთ, როცა ესეთი მსვლელობა იყო, რომ ერთი ქალი რო აჩერებს იმ თავის ავტომობილს და იქიდან ლანძღავდა აქციის მონაწილეებს და დღეს აი სპეციალურად ვაკვირდებოდი, რომ როგორი სიტუაცია იქნებოდა და რაც მოვდივართ ფეხით მთელი პეკინი და ვაჟა-ფშაველას გამზირი, მინდა გითხრათ, რომ აი ეს მანძილი რაც გამოვიარე, ერთი ეგეთი შემთხვევა არ იყო და აბსოლუტურად ყველა მანქანა, ვინც გვერდზე გაგვივლი და სიგნალით სოლიდარობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა, ისევე როგორც ფანჯრებიდან ხალხი, ანუ ვინც ვერ ახერხებს კონკრეტულად ამარ შეუერთდა.